ახლა კი მოდით გავიაროთ რეგისტრაცია. ამას დავეთანხმოთ. საიტის ლინკი იქნება ვიდეოს აღწერაში, შეგიძლიათ გადახვიდეთ და რეგისტრირდეთ. ვაწევით get started. ვირჩევთ რომელი თქვენ რეგისტრაცია, მაგალითად დავირჩევ მე Google-ს. Connect via Instagram. ამ ყველაფერზე მივცემთ სწულმას ეს ჩართული უნდა იყოს, რომ გამართულად იმუშაოს, ვაწევით allow. შემდეგ გვეკითხება ვისთვის ვქნითო, ჩვენთვისო, დამსაქმებლისთვისო თუ კლიენტისთვის. ვირჩევთ ჩემთვის. Next. როგორ აპირებ ამით გამომუშავებასო? ამ ანგარიშით ანუ ვაპირებ affiliate marketing-ით, ბრენდებთან პარტნიორობასაც ვაპირებ, ფიზიკურ პროდუქტს ან სერვისს თუ ყიდი ამას ავირჩევ, მონეტიზაციის შემთხვევაში ამას ავირჩევ, ხოლო ციფრული პროდუქტების და სერვისების გასაყიდად ვირჩევ ამას. ვინაიდან მოვყიდით ციფრულ პროდუქტებს, ვირჩევ ამას. რომელს ყენებო აქედან ჩამოთვლილთაგანო. არც ერთს არ ვიყენებ მაგალითად, ვაწევი next. საიდან გაიგე ჩვენ შესახებო? გავიგე სხვა კრეატორისგან, I from creator I follow. Next. შემდეგ უკვე არის პაკეტები, რომელიც უნდა გავაქტიუროთ. არის უფასო, $14, $29, $69 და $139. პირველი 14 დღე არის უფასო. შეგიძლიათ აირჩიოთ ეს უფასო, უბრალოდ 25 ადამიანზე მეტზე ვერ გამოიყენებთ. ამ შემთხვევაში 2500, ამ შემთხვევაში 250. მე მაგალითად ბევრი გამომწერები მყავს და ავირჩევ 2500. დასაწყისისთვის შეგიძლიათ აირჩიოთ ეს 25-იანი უფასო, შემდეგ გადახვიდეთ მაგალითად ამაზე 250-ზე ახვიდეთ, შემდეგ 2500-ზე. ან შეგიძლიათ პირდაპირ აირჩიოთ ეს. აქ არის როგორც ხედავთ, წნიური შემთხვევაში, თვიური შემთხვევაში უკვე სხვა ფასებია, ყოველთვიურის გადახდისას. ავირჩევ ამას, ვაწევი start free trial. აქ უკვე შემყავს მეილი, ბარათის მონაცემები და ვაწევი saves. ბარათის მონაცემების შეყვანის შემდეგ, ჩვეულებრივ $1 ჩამოგაჭრით ხოლმე და უკან დაგიბრუნებთ. ეს არის ვერიფიკაციისთვის, რომ დაემატოს ნამდვილი ბარათი. აქ როგორც ხედავთ, უკვე გვთავაზობს პოპულარულ ავტომატიზაციებს, რომელიც შეგვიძლია პირდაპირ დავაყენოთ. მაგალითად, ლინკის გაგზავნა კომენტარებიდან და უპასუხე პირად შეტყობინებებს. მაგალითად, ვიღაცა მოგწერა სიტყვა info და უგზავნი links. მაგალითად, ვიღაცამ დააკომენტარა გზამკვლევი და უგზავნი გზამკვლევის links. მოდი ავირჩიოთ მაგალითად ეს. როგორც ხედავთ, პირდაპირ ავტომატიზაცია გაგვიხსნა. ვინაიდან Instagram-ი დავაკავშირეთ, Instagram-ით შევედით, პირდაპირ ამოვაგდოთ ჩვენი აკაუნთი. შეგვიძლია აქედან ავირჩიოთ სპეციფიკური რომელიმე Reels-ი ან კარუსელი, რომელსაც ავირჩევთ აქედან. შეგვიძლია ავირჩიოთ ნებისმიერი პოსტი, რაც დაიდება, ან ავირჩიოთ შემდეგი პოსტი ან Reels-ი. მაგალითად, მინდა რომ ყველა ნებისმიერ პოსტზე და Reels-ზე, რომელსაც დაწერენ გზამკვლევს, ავტომატურად გაიგზავნოს ჩემი გზამკვლევის ბმული. ავირჩიე ეს ყველა. ახლა რა სიტყვა გვინდა რომ დაწერონ, მინდა რომ დაწერონ გზამკვლევი და როდესაც ვიღაცა დაწერს გზამკვლევს, ავტომატურად უპასუხებს. უნდა ჩავართოთ აი ეს. ეს არის კომენტარი, როდესაც ვიღაცა დაწერს გზამკვლევს, კომენტარს გაუკეთებს ავტომატიზაცია თავისით. სამი ვარიანტია, როგორც ხედავთ, და რაც უფრო სხვადასხვა ვარიანტი იქნება, მეტი სხვადასხვა ვარიანტი იქნება, მით უფრო ნაკლები შანსია რომ სპამში ჩაგვითვალოს. როგორც ხედავთ, სამი ვარიანტი ჩავამცვალეთ. მადლობ, იხილე პირადი შეტყობინება, გამოგიგზავნე შეტყობინება, შეამოწმე პირადი. და შესანიშნავია შემოწმე პირადი შეტყობინება. ამ სამ ვარიანტს დავუკომენტარებს ხოლმე სხვადასხვა ხალხს. ვაწევით next და ეს არის უკვე პირადის გახსნა. აი ეს ამ შეტყობინებას მიიღებს, როდესაც დაწერს სიტყვა გზამკვლევს. ეს იქნება კომენტარი მის კომენტარზე და ეს იქნება უკვე პირადში მიწერა. ჩავასწორე ტექსტი, სალამი, მოხარული ვარ რომ აქ ხარ, მადლობა შენი ინტერესისთვის, დააკლიკე ქვემოთ და ლინკს რამდენიმე წამში გამოგიგზავნე. და აქ ვაწერთ დააკლიკე აქ. და აქ როგორც ხედავთ, დააკლიკე აქზე დააკლიკავენ და შემდეგ მისდით ლინკი. ასევე შეგვიძლია მოვთხოვოთ გამოწერა, რომ ლინკი მიიღონ. მაგალითად, ამას თუ დავაკლიკავთ, გავააქტიურებთ. ეს ლინკი არის ჩემი გამომწერებისთვის. მას შემდეგ, რაც შენ გამომიწერ, მე გამოგიგზავნი ლინკს. აჰა, ჩავასწორე. თითქმის ზადაა გზამკვლევი სპეციალურად ჩემი გამომწერებისთვისა. მას შემდეგ, რაც გამომიწერ, გამოგიგზავნი ბმულს, რომ პირდაპირ მიიღო. შემდეგ ვაწვევი next და შემდეგ უკვე ამ ღილაკის დაჭერის შემდეგ აი ეს არის რაც უნდა მოიგოს. თუ გამოწერილი ვეყოლები, ამ დააკლიკის აქს რო დააწვევიან აი ამას, შემდეგ მიიღებს პირდაპირ ამ შეტყობინებას, აი აქ რასაც ჩავწერ. თუ გამოწერილი არ ვყავარ, მიიღებს ამ ავტომატიზაციას. თითქმის ზადაა გზამკვლევი სპეციალურად ჩემი გამომწერებისთვისა. მას შემდეგ რაც გამომიწერ, გამოგიგზავნი ბმულს, რომ პირდაპირ მიიღო. გადმოდიან იმაზე პროფილზე, გამოგიწერენ, დაბრუნდებიან, დააწვევიან followings და გადაამოწევს ეს
სისტემა, შემდეგ უკვე გამოგზავნის ამას. აი, უნდა დავამატოთ, რომ ჩვენს პროფილზე გადავიდეს და გამოიწეროს. გადავიდეთ ჩემს პროფილზე და გამოიწერე არხი. შემდეგ დაბრუნდი აქ და დააკლიკე followings. როგორც კი დააწვევა followings, შემდეგ უკვე იგზავნება ეს შეტყობინება. ახლა კი ვწერთ. ჩვენი გამკლევი. და end link-ში აქ ვაწერთ button label-ში სახელს და აკლიკე. აქ და აქ უკვე ვავდებთ ჩვენი გზამკვლევის links. ჩავსვით გზამკვლევის ლინკი, ვაწვევით saves. აქ შეგვიძლია დავწეროთ. დააკლიკე აქ, დააწვევა და აკლიკე აქ და უკვე შემდეგ მიიღებს links. ვაწვევით go live. აქ ნახეთ შეგვიძლია შევამოწოთ previews რო ვაწვევით და ასე გამოიყურება. გადავიდით ახლა ჩვენს მთავარ მენიუზე. აი აქ რო შევდივართ automation-ში, აქ გამოჩნდება ავტომატიზაციები. ეს არის ახლა რაც შევქმნით. ყველაფერი გამართული, ახლა შეგვიძლია სხვა Instagram-ით დავაკომენტაროთ სიტყვა გზამკვლევი ნებისმიერ პოსტზე და ეს ავტომატიზაცია იმუშავებს. ახლა ერთ-ერთ სტუდენტს დავაწერნე, როგორც ხედავთ, inbox-ში შევიდეთ ახლა. აი აქ როგორც ხედავთ, inbox-ში შევდივართ, all chats და touch ფაღავა, ნახეთ. ეს პირველ ჯერზე არ იმუშავა, იმიტომ რომ ვერ ნახა ჩემი SMS-ი, მეორე ჯერზე ნახეთ, როგორც ხედავთ, რო გამოიწერა ჩემი არხით, ჩვეულებრივ ვნახა. ვინაიდან ისე ქონდა დაყენებული, ისე აქვს დაყენებული Instagram-ი, რომ მხოლოდ მის გამომწერებს შეუძლიათ ნახონ. დააკლიკა აქ და ახლა მიიღო ლინკი, ეს არის ლინკი, როგორც ხედავთ. See contact tab 3. ანუ პიროვნებამ დააკლიკე აქზე, ღილაკზე და ამ ლინკზე გადაიყვანაო. ამ ლინკზე რო გადავდივართ, იხსნება ჩემი ციფრული dropshipping-ის უფასო გზამკვლევი, როგორც ხედავთ. სულ ეს არის ავტომატიზაცია, ანუ თავისით გააკეთა ყველაფერი. მე ვუთხარი და კომენტარი გზამკვლევი, ავტომატიზაციამ უკვე თავისით მიწერა პირადში. ნახეთ, შევდივართ setting-ებში, შემდეგ Instagram-ში და ვუთხარი სალამი ახალ follower-ებს. აი ეს გვჭირდება ახლა გავააქტიუროთ. როგორც ხედავთ, არ აქვს ცდომა, როდესაც ამას ცდომას მივცემთ, როდესაც შემოვნენ ჩვენს Instagram-ზე გამოგვიწერენ, პირდაპირ გაიგზავნება შეტყობინება. გადავდივართ ახლა Instagram-ზე და გავააქტიურებთ. როგორც ხედავთ, meta-address-ი გვჭირდებოდა. ვაწვევით continuous, save. ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის, ვინაიდან ახალი შექმნილი მაქვს ეს Instagram-ი, შემდეგ უკვე შევძლებ ამის დაყენებასაც. ასევე შეგვიძლია დავამატოთ მენეჯერი ჩვენს account-ზე, ვაწვევით settings, როგორც ხედავთ აქ team members და ვაწვევით invite new member. რა გვინდა რომ გააკეთოს ამ member-მა, მაგალითად მინდა იყოს admin-ი, generate a link, ვაკოპირებთ links და ვუგზავნით. ეს არის ჩვენი dashboard-ი, აქ გადავდივართ, აქ უკვე კონტაქტებია, ვისთანაც ავტომატიზაცია გააგზავნა, აქ ჩვეულებრივ CV იქნება. აქ უკვე ავტომატიზაციებია, მსგავსები შეგვიძლია შევქმნათ სხვადასხვა, მაგალითად, შევქმნი ახალ ავტომატიზაციას, ვისაც მინდა რომ გავუგზავნო კურსის დეტალები. და ვაწვევით ჩვეულებრივ, მაგალითად, auto DM links from comments. და აქედან ისე ვავირჩევ ნებისმიერი პოსტი და reels-ი. აქ ჩავწერ მაგალითად, ვინც დაწერს სიტყვა კურსი. და აქ უკვე რაც მინდა რომ მიუვიდეს წერილი. მოდი ახლა დავამატოთ ეს respond-ი, სადაც უპასუხებს ავტომატურად კითხვებს. მაგალითად, ვიღაცა მოგწერა სიტყვა გზამკვლევი. მაგალითად, გვაქვს ასევე TikTok-ი და TikTok-ზე მიუთითებთ Instagram-ის links. და დავწერთ, რომ მომწერე სიტყვა გზამკვლევი Instagram-ზე და მიიღებ გზამკვლევს. როდესაც ვიღაცა სიტყვას მომწერს გზამკვლევს, აქ უკვე ვწერთ იგივეს, რაც წეგან გავაკეთეთ. ჩავსვი ეს ტექსტი, სალამი, მოხარული ვარ, რომ აქ ხარ. მადლობა შენი ინტერესისთვის. დააკლიკე ქვემოთ და მიიღე გზამკვლევი. Add link, აქ ჩავწერთ button labels, აქ ჩავწერთ დააკლიკე. აქ და აქ უკვე გზამკვლევის links. ჩავსვით გზამკვლევის ლინკი, ვაწვევით save. აქ ასევე შემიძლია დავამატო სხვა ლინკებიც. მაგალითად, თუ მინდა რამე მინი კურსი ან დამატებით ვიდეო გაკვეთილი გავუგზავნო, მაგასაც დავამატებ. მაგალითად, მინდა გავიგო მეიღო თუ არა გზამკვლევი. აი ეს არის ზუსტად ეს. დავწერე უბრალოდ მინდა რომ დავრწმუნე ლინკმა იმუშავა და მიიღე გზამკვლევი. გაქვს რამე კითხვა, მაცნობი აქ ვარ რომ დაგეხმარო. ასევე შემიძლია მოვთხო ავტომატურად რომ დამაფოლოვოს. თუ არ ვეყოლები გამოწერილი, პირველ რიგში ამას მიიღებს. გადავა ჩემს გვერდზე, გამომიწერს, დაბრუნდება აქ, დააკლიკეს აქ დააწვება ისევ, აი აქ დააკლიკე აქ და შემდეგ უკვე მიიღებს links. ასევე შემიძლია მოვთხოვო მეილი, რომელზეც შემდეგ email marketing-ს გავაკეთებ. ეს თუ მინდა ჩავრთავ, თუ არ მინდა არ ჩავრთავ. მე მაგალითად არ მინდა, ვინაიდან გზამკვლევს ვინც იღებს ავტომატურად email marketing-ი მუშაობს. სულ ეს არის.
ახლა ვაწვევი go live, შევდივართ ავტომატიზაციებში, ეს არის მეორე ავტომატიზაცია უკვე, ვინც პირადში მოგწერს გზამკვლევს, ეს არის ვინც დააკომენტარებს. თუ გინდა მეტი ManyChat-ის ვიდეო გაკვეთილები, სადაც იქნება ავტომატიზაციების შექმნა და დაყენება, გამოიწერე არხი, დალაიქე ვიდეო და დატოვე ერთი კომენტარი. ManyChat-ის სარეგისტრაციო ბმული ამ ვიდეოს აღწერაშია.